რა შეცდომებია ხშირად გამათბობლის ინსტალაციისას? უნდათ რომ ბიუჯეტურად გამოვიდეს მომხმარებელს და ამიტომ თვითონვე თავისი ძალებით დააყენონ გამათბობელი, მაგრამ არ ითვალისწინებენ იმას, როგორ უნდა დადგეს გამათბობლის მილი, როგორ უნდა შეერთდეს დაუშვათ მილთან დაკავშირებული სხვადასხვა ნაწილები. მქონია შემთხვევა, ხა სასტო შემთხვევა შეიძლება იყოს მისულად მომხმარებელთან გამოძახებაზე გვეუბნება, რომ გამათბობელი ქრება, არ მუშაობს, ახალი დაყენებული, ახალი ნაყიდი გვაქვს. გამათბობელი, რომელიც ყენდება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ამ ადამიანს დაყენებული ქონდა ვერტიკალურ მდგომარეობაში, რომ ჩამთველი ქვემოდან ქონდა დაყენებული და ანუ მთელი უბედურება რაც შეიძლება მხუცად იყო მოკლედ. ვიცინეთ კიდეც, მაგრამ რამე არ ვიცი, ჯობია მინიმუმ კონსულტაცია მაინც გავიაროთ სატელეფონო, რომელიც ჩემთან აბსოლუტურად უფასო არის და შესაძლებელია ჩვეულებრივად. რეკომენდაციას ამაზედაც მოგცემთ, როცა დააყენებთ წოლის გამაცხელებელს გარე პირობებში, ამ შემთხვევაში აუცილებელი არის, რომ შეიფუთოს, წყალი არ გაჩერდეს რადიატორში, ანუ ეს არის თბომცვლელი, რაშიდაც წყალი მოძრაობს და არ გახეთქოს, არ დაგვიზიანოს წყლის გამაცხელებელი. სერვისები G. ყველა მომსახურება ერთ სივრცეში.